მოგესალმებით მეგობრებო. ახლა ვიმყოფები გერმანიაში, როგორც ხდება. ვინაიდან ზოგადად ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა მარტინა დამრადისა იარაღს ძალიან ჩუმად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ შეიძლება ახლოც ეყაროს ღორები სადმე. ასე რომ ნარად ვიქნები რა. ესე. ნადირობ 30-06 კალიბრით, soft point-ით, ანუ რბილთავიანი ტყვიებით. ათარი ეს სითბური კამერა მაქვს წამოღებული ამას ეძახიან წინსაცობს, იმიტომ რომ გერმანიის კანონმდებლობა გზალავს თვითონ ბინოკლიან სითბური ბინოკლით ნადირობას, ასე რომ დაუყენებ ამ წინსაცობს ახლა. ბინოკლი ატარეთ ყოველთვის ეთ, თორე რთული არის წარამ არა იჭყიტოთ უფით რა. ეხლა დაგანახებთ როგორი ხედები მაქვს. აი შეხედეთ ეს მარცხნიდან. ზის პანელები, ასე რომ ადრე კაი თავისუფალი იყო მთლიანად, მაგრამ რას იზავ. აი აქეთ წინ არ ვიცი ახლა კამერა რა დონეზე აღითქოს, 5 დგას სიმინდით სავს და ეგ იყო მთლიანად ამოცლილი ნაჭამი, ასე რომ იმედი მაქვს რაღაცა გამოწვევა რა. მელია, მაჩვი და ღორი. თუ მელია და მაჩვი გავაგორი ადრეულ საღამოს არც ჩავალ სანახავად ნადირობის ბოლოს ახლა. ჩვენი თავი სამიზნეა ღორი რა. წავედი ახლა. გადავდივარ სიჩუმის რეჟიმში. შუაღამეა, საერთოდ არაფერი არ გამოვიდა რა და სათქმელიც არაფერი მაქვს რა. წავალ ახლა კარგად გამოვიძინებ და ვიმოძუნებ, ხვალე უკეთესი დღე იქნება რა. მოგესალმებით მეგობრებო, დღე მეორე და სამწუხაროდ ბოლო, ვინაიდან უნდა დავბრუნდეთ. გუშინ არაფერი არ გამოვიდა, მაგრამ დღეს დილით რო ვნახეთ ეს ადგილი, საკვები ადგილი ისევ დაცლილი იყო, ანუ ღორები 2 საათის შემდეგ მოვიდნენ. ჩვენ 2 საათამდე ვიჯექით. ახლა დავჯდები აქ, გზის პირია და აქ წინ არის ხეობა რა. აი ქვემოთ. აქაც არიან ნამყოფები, იმედი მაქვს ადრე მოვლენ სანამ ჩვენ წავალთ. არის ტალახიანი,
ქვემო წყალი გადის, ხეხილის ხეებია, ნელა-ნელა წიფდება, მსხალი, ვაშლი და მე მგონი აქ უფრო მაქვს შანსი რომ გამოვიდნენ, კი გამოსვლით კი გამოვულე, მაგრამ იმედი მაქვს იქამდე სანამ მევიჯდები. ეხლა ავალ აგერ ჩავჯდები და მერე გადავალ ლოდინის რეჟიმში. აი მე დამოებში მომიტევს რომ აქედან იქნება ალბათ ერთი 50-60 მეტრი ყუთამდე და თუ ყუთის უკან მომიწია დიდი შეიძლება ვიცი რა 80 მეტრა გამოვიდეს არც კი. ასე რომ არც ისეთი შოური და რთული ნასროლი უნდა გამოვიდეს დღეს თუ გამოვა რამე საერთოდ აქ. წავედი აბა ახლა გუშინდელს არ გავიმეორებ, გავტენი იარაღს, გავუკეთებ სითბურ კამერას, დღისით კი მევასება სითბური კამერის გარეშე სროლა, მაგრამ ნასროლს ვერ გადავიღებ, ასე რომ თავიდანვე დავუყენებ რა. ეხლა ხანს 11-ის ნახევარზე მოვიდა დედაღური 8 გოჭით. გოჭები იყვნენ აი ზოლები რო გადადის და უკვე გადაყუთლების დროს რა. გადაღება მოახერხე, დაურთავ ამ ვიდეოს აუცილებლად. მანამდე მარტო ერთი დედალიშვილი შემოვიდა. გავლით ისიც და რამოდენიმე თაგუნიები დარბიან, იმედი მაქვს მელიას მოიტყუებენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ღორები აღარ მგონია მოვიდნენ, მაგრათა წვიმს. დედაღური 8 გოჭით გადავიღე, მაგარი სასიამოვნო იყო. საერთოდ არ დამწყვეტიებული რომ არ იყო მოსაპოვებელი, გამიხარდა მაგრად რომ ვნახე, თან გამოვცადე ჩემი ახალი სითბური კამერა. მოკლედ მაგარი გასწორებული ვარ რა.
ნადირობაც სამწუხაროდ დასასრულს უახლოვდება. თაგუნიები ბევრი დარბიან, მაგრამ მელია არ ჩანს, მაგრად აწვს, იმიტომ არ ვიღებ ახლა ღამე, სანამ გავალ. ვიფიქრე გადავიღო თქო. ნადირობა შედეგიანი თქო ვერ იტყვი რა, ანუ მონადირის ენაზე უმსხვერპლო ნადირობაა. მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო რა. მაგარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ჯერ კიდე. დღევანდელი ნადირობიდან ერთი აზრის გამოტანა შეიძლება, რომ ყოველთვის უნდა დაიცვათ მონადირეული ეთიკა რა. მონადირი არ არის თოფიანი კაცი ან ყასაბი. არაფერს არ მარგებდა ნახევრად გაფლერთილი გოჭი ან შუაზე გადაგლეჯილი მთლიანად. ასე რომ ყოველთვის სადაც საჭიროა მოთმინება იქონიათ და აუცილებლად დაგიფასდებათ. წარმატებებს გისურვებთ და კიდე რაღა დარჩა რა, თითქმის დაიწყო თქვენთან ნადირობა აბა და გაუძელით. მაგრად აბა.